იყო ერთი მეთევზე ბიჭი. კეთილი, გონიერი, საყვარელი, მშრომელი. პატარაობიდან სულ შრომობდა. გადიოდა ზღვაში თავისი პატარა ნავით. ეს ნავი ცოტა შეალამაზა, აფრები გაუკეთა, რა ცოტა გემს დამსგავსებოდა. ყოველ დილით გადიოდა, იჭერდა თევზს, მერე ყიდდა ბაზარში, ამით ფული მოჰქონდა, თავის მშობლებს ეხმარებოდა, მეზობლის ბავშვებს ეხმარებოდა. მოკლედ ძალიან კარგი ბიჭი იყო. ერთხელაც მზიან დღეს ადგა ადრე, გავიდა ზღვაში თავისი პატარა გემით. გავიდა, რა თქმა უნდა, ღუზაც გაიყოლა და დაიწყო თევზაობა. უცებ ამოვარდა საშინელი ქარი. ბიჭი ძლივს უმკლავდებოდა ნავს, რომ არ ჩაძირულიყო, რომ რამე უბედურება არ დამართნოდა, აიღო თავისი დიდი ღუზა ჩააგდო, გემიც გაჩერდა. ქარიც დაწყლარდა და უცებ მიხვდა, რომ რაღაც კუნძულს მიადგა. კუნძულიდან კიდე ძალიან ლამაზი სიმღერა ისმოდა. როცა მოვკვდები, ნუ მიდირებთ ძლიერ და მაყარეთ ყვავილები. როცა მოვკვდები, გამიხსენეთ ხშირად სიყვარულით. ბიჭი თითქოს მოჯადოვდა. ქარით ჩადგა, ბიჭი დაბრუნდა სახლში, მაგრამ სულ ის სიმღერა ესმოდა ყურში. რო დაიძინა, სიზმარშიც ის კუნძული ნახა. მიხვდა, რომ აუცილებლად უნდა უკან დაბრუნებულიყო. გავიდა თუ არა ზღვაში, რომელიც ძალიან მშვიდი იყო მანამდე. უცებ ამოვარდა საშინელი ქარი. ნავს აქეთ-იქით ისროდა, აქეთ-იქით ტალღებს აჯახებდა, მაგრამ მაინც ბიჭი წინ მიიწევდა და მივიდა კუნძულამდე. კუნძულამდე მივიდა, მაგრამ ქარი არ ჩერდებოდა. ბიჭი გადახტა კუნძულზე, შევარდა ხეებს შუა და დაინახა გოგონა, რომელიც ძალიან დარდიანი იჯდა. ლოყებს ცრემლი უსველებდა. ბიჭმა კითხა, მაპატიე, ეს შენ მღერი ხარ ასე საოცრად? ხო, მე უმღერი ვარ. და რა გჭირს რა დაგემართაო, რატო ხარ ამ კუნძულზე მარტო? მეო ქარმა მომიტაცა და არსად არ მიშვებსო. კი, მაგრამ შენს გადასარჩენად, ნუ თუ არავინ არ მოსულაო. კიო, მაგრამ ქარმა ყველა გაიტაცა. არავინ ახლოს არ მოუშვა კუნძულთანო. ბიჭმა უთხრა, არა უშავს, მე არ მეშინია ქარის, მე შენ აუცილებლად დაგაბრუნებ სახლშიო. ჩასვა ნავში და ისევ ამოვარდა საშინელი ქარი. ნავი აქეთ-იქით ეჯახება, გოგონა და ბიჭი ჩახუტებულები დგანან. ამ დროს ქარი ხმუის და თანეუბნება. აი, არაფერი უშიშარით შენ არა ხარ, არაფერი უშიშარი. იმიტომ რომ შეხედე, რამხელა გემი მოვიდა ამ გოგოს გადასარჩენად და ჟანგად ვაქციეო. ანდა ნახე ეს გემი ლამაზი გემი მოადგა ამ კუნძულს და ბოთლში გამოვამწყდიეო, შენც იგივეს გიზავო. კი, მაგრამ ბიჭი ყვირის, ნუ თუ არ შეიძლება როგორმე თავი დაგახციო. შეუძლებელია, მაშინ ყველაზე უშიშარი უნდა იყო. ბიჭმა თქვა, მე არაფრის არ მეშინია, ქარმა უფრო დაუბერა. მიუხედავად იმისა, რომ ქარი
გარიშხალად გადაიქცა, ბიჭი და გოგო ერთმანეთს ჩაეხუტნენ და მთელი ძალით ორივე ყვიროდა. არ გვეშინია, არ გვეშინია, არ გვეშინია. და ქარიც თითქოს ნელ-ნელა ჩადგა და გემიც გასწორდა. ტალღებმაც იკლო. გოგო და ბიჭი აგრძელებდა ყვირილს, არ გვეშინია. და მიხვდნენ, რომ სხვა დაწყნარდა. დამშვიდდა. ბიჭი და გოგო სამშვიდობოს გადმოვიდნენ და დაემშვიდობენ კუნძულს. ეს იცით რატომ მოხდა? იმიტომ რომ თუ ბოლომდე იბრძოლებ, თუ ბოლომდე არ შეგეშინდება და უშიშარი იქნები, მაშინ აუცილებლად გაიმარჯვებ. აუცილებლად მიაღწევ საწადელს. აი ესე, არ შეგეშინდეთ არაფრის. არასოდეს.